ჩვენ დღეს ვაკეთებთ, გუშინ უნდა გაკეთებულიყო, ვინაიდან მედიის სიმწირე, რომელიც აქ აღენიშნებოდა, ჩვენ გადავდეთ ეს განცხადება დღეისთვის. საქმე ეხება დავით დვალიშვილის, ქობულეთის პოლიციის უფროსის მიერ ჩადენილ კრიმინალურ ქმედებას. კონკრეტულად მან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ამა წლის 25 მაისს გაიტაცა 3 ახალგაზრდა საკუთარი სახლის შესასვლელთან ეზოს წინ მდებარე ტერიტორიიდან და ისინი შემდეგ პოლიციაში აწამეს და მათ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანებს აქვთ გენერალურ ინსპექციაში სარჩელი შეტანილი, მათ საქმეს დღეს პროკურატურა განიხილავს და გამოძიება დასკვნას დადებს ზუსტად ერთი კვირის თავზე. რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, დვალიშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მთელი ნუსხა მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგახსენებთ, ორშაბათს გაიმართა 2 დღის უკან შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ქალბატონმა ნინო გიორგობიანმა შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ სამწუხაროდ იქ არ მოგვეცა საშუალება დაგვემტკიცებინა და დაგვიფიქსირებინა საკუთარი აზრი, რაც შეეხება დახოვილ შეხვედრაზე. ჩვენი პოზიცია ქრონოლოგიურად მოვახსენებთ დვალიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეხლა შევესწრებით თქვენს გადმოგცეთ კონკრეტული ინფორმაცია. დავით დვალიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან ფიგურირებს კრიმინალურ მოქმედებებში. ეს არის 2004 წლის 23 ნოემბერი ბუტარობაქიძის პოლობის დღე, სადაც ის იარა გამოღებული უშუალო სიტყვებით იგინება და შეურაცხყოფას აყენებს იმყოფ ახალგაზრდებს. საუბარია ბუტარობაქიძის მეგობრებზე. გამოძიებამ ის დაკითხა, მან სამწუხაროდ მიცა სრუჩვენება და მე დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა მოახდენს რეაგირებას მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის ვიდეო ფირზე გადაღებული, სადაც საჯაროა მისი ხილვადობა და YouTube-ზე დევს, ბუტარობაქიძის საქმე რო ჩაწეროთ, იქ ამოაგდებს და იქ ნახავთ დავით დვალიშვილს იარაღს შემართულს, როგორ იქცევა კრიმინალურად და ასე ვთქვათ, არაპოლიციურად და არაკანონიერად ის. რაც შეეხება შემდეგ ვითარებას, ის მონაწილეობდა 26 მაისის დარბევებში, სადაც ამასთან დაკავშირებითაც არაერთი მოწმე პოლიციელი გვყავს, როგორც ყოფილი, ასევე დღეს მომუშავე და პროკურატურის და შეუსწავლ დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ მათ მოვახსენეთ, რომ ამ მოწმეებს მიუყვანთ და აუცილებლად მივაცემინებთ ჩვენებებს, თუ ისინი დაინტერესდებიან აღნიშნულით. ასევე ეს დავით დვალიშვილი არის ხილებული, როდესაც ის ჯერ კიდევ წერეთლის განყოფილებაში მუშაობდა, ქალაქ თბილისიდან ქობულეთში გადაიყვანდნენ. ჯერ კიდევ სააკაშვილ მერაბიშვილის რეჟიმის დროს ის იტაცებდა ქართული ოცნების აქტივისტებს და ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს და აიზულებდა მათ ინფორმაციის მიცემას, ჩამწერის დამაგრებას და ჩაწერას სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული თუ არა ახალგაზრდული წევრების მიმართ. ასევე დავით დვალიშვილი ფიგურირებს არაერთ სისხლიან დარბევაში, თუნდაც 15 იulis და ამასთან დაკავშირებითაც გყავს არაერთი მოწმე. ასევე ფიგურირებს ის ახალგაზრდა გოგონების გატაცებაში და შემდეგ შანტაჟი მოეწყოთ აქტივისტი ბიჭებისათვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათაც აიძულებდა იგივენაირად სათვალთვალო კამერისა და ხმის ჩამწერი აპარატურის დამონტაჟებას და შემდეგ უკვე შანტაჟს აწყობდა. თქვენ მოგიხსენებათ მაშინდელი კუდი და სოდის დანაყოფები მოქალაქეების წინააღმდეგ. და ის ბოლო, რაც მეტად საგულისხმოა, 25 მაისის ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც გაიმართა შილსაში შეხვედრა და სწორედ ამიტომ ასე ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ მედია მოგვეწვია და საზოგადოებისთვის გვემცნობებინა ის ანგარიში და ის ასე ვთქვათ ამბავი, რაც მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე მინდა გითხრათ, იქ იყო წარმოდგენილი დაახლოებით 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან იყო ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილი პირადად ჩემთვის, ეს იყვნენ ყოფილი ჩემი მეგობრები და საია, რომელსაც წლების განმავლობაში გვაკავშირებს ჩვენ ჩვეულებრივი თანამშრომლობითი ურთიერთობა და ასე ვთქვათ, ასპარეზზე გამოდივართ. რაც შეეხება იქ სხვა NGO-ებს, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილები, ეს იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მე ძალიან გული მткиვა ეს ფაქტი, რომ ესე ფაქტად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც თუნდაც, ვინაიდან, როგორც კი ჩვენ გამოვედით, იქ იყო რაღაცა სიით შერჩეული NGO-ების ჩაწერა და თითქოს და ჩვენ ინიციატივასაც და ამ საქმეს ჩამოგვაშორეს და იქ გაკეთდა განცხადებები საზოგადოებისადმი, რომ თითქოს ტყუილია დვალიშვილის დანაშაულებები და ყველაფერი კეთდებოდა სახელმწიფო მხრიდან ამ ადამიანის გადასარჩენას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ყველა საქართველოს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, თავარი თვითმიზანი არ არის ტოტალიტარული სახელმწიფოსკენ გადადგმული ნაბიჯები და მსგავსი მცდელობები, პირიქით ისინი ამ განცხადების მერე მე დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას, რათა აღიკვეთოს კონკრეტული ზემოთხსენებული ამბავი, კონკრეტულად ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ცენზურით, ასე ვთქვათ, მოქმედებენ და ის ადამიანები, რომელზეც ასე ვთქვათ, წინასწარ დავალებით იქცევიან, NGO-ებზე ვწუხოთ საუბარი, რა თქმა უნდა, რომლებიც იძახიან შეთანხმებულ ტექსტს, თითქოს გვანახეს რაღაც 20 წამიანი ვიდეო, სადაც ეს ახალგაზრდები ილანძღებიან უშუალო სიტყვებით და დილწის სიტყვებით, გასაგებია პოლიციაში წამების შემდეგ, მაგრამ ისინი უნდა დაისაჯონ
ადმინისტრაციული სამართალდახუთა კოდექსის 176-173 მუხლებით და არა უნდა მიაყენოს მათ პოლიციელმა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, მით უფრო როცა ეს ხდება პოლიციის შენობაში და მით უფრო პოლიციის უფროსის კაბინეტში. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ამაში ჩაერია ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა არის დაინტერესებული პირი და თქვენ ჟურნალისტებიც ალბათ დღეს ჩანს აქ რომ ყველას გაინტერესებთ ეს თემა. ჩვენ ველით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს, არა იმ პასუხს, რაც მივიღეთ 2 დღის უკან, რომ დვალიშვილი არაფერ შუაში არ არის და ჩვენ გვანახეს 20 წამიანი ვიდეო, არამედ იმ პასუხს, რომ მას რეალურად დაატოვებინებენ ქობულეთის პოლიციის უფროსობის პოსტუ ადგილს. რაც შეეხება პროკურატურას, რომელმაც ერთ კვირაში უნდა დადოს რეალური დასკვნა, ჩვენ მივაწოდებთ მათ მასალებს აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ ბატონი კბილაშვილი, ბატონი ნაცვლიშვილი, ძველი პროკურორების, რომლებიც ჯერ კიდევ ჯალათებად არიან შემორჩენილები საქართველოს პროკურატურაში, ამ ადამიანების ამარად არ დატოვებენ არა მარტო დავით დვალიშვილის საქმეს, არამედ ყველა იმ საქმეს, რომელიც თითოეულ ჩვენთანაც გვაინტერესებს და რომელსაც 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა. კითხვები თუ არსებობს? დიახ, აი, სწორედ ავთენტურობაზე დავაყენეთ საკითხი კადრების და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, რომ იგივე რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება, ერთ-ერთში გააკეთა 8-ვე არასამთავრობო ორგანიზაციიდან განცხადება, გარდა საიასის, აი ამ ერთ-ერთი ეს ქვეშ დააყენა კადრების სინამდვილე და ასევე მოითხოვა რეალობის და ასე ვთქვათ სიმართლის დადგენა ამ საქმეზე. დანარჩენი აბსოლუტურად ვინც იქ იყო წარმოდგენილი, მე მათ ვესაუბრებ, პირდაპირ მათ კითხვაში და ის არც მოალავ ამ ყველაფერს. რომ ისინი თანამშრომლობენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, NGO-ებზე მაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი, ოღონდ ეს თანამშრომლობა ნორმალურია, სრულიად და მე სხვა თანამშრომლობა ვიგულისხმევ, ალბათ ყველა მიხვდება გამგები გაიგებს. რაც შეეხება ერთი მთავარი დეტალი დამოვიწყდა, თუ შეიძლება, იქ წარმოდგენილები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ დავით დვალიშვილის მეგობრები და ამას ქალბატონ ნინო გიორგობიანის დაგიდასტურებდა სხვა, იგივე საია, ლევან ჩიტაძე, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი და ყველა NGO, ვინც იქ იყო წარმოდგენილი, რომ დავით დვალიშვილის მეგობრები იქ რაღაც თითქოს გვაწვებოდნენ, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი იყო და ნუ დავტოვებდით მათ უსამსახუროდ. ჩვენი პასუხი რა თქმა უნდა იყო, ეს არ იყო გამოსავალი და ქართული ძმაკაცობა არ არის სახელმწიფოს და ასე ვთქვათ დემოკრატიული ნაბიჯების წინ გადადგმისადმი მიმართული და ამ ყველაფრის გადამრჩენი. ეს ნამდვილად არ უშველიდა საქმეს, მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონ ნინოსთან მიმართებაში, ჩვენთან მიმართებაში აგრძელებდნენ ეს ადამიანები სახელდაგვარებით მართლა არ მახსოვს ამ NGO-ების გუშინ წინ გამოჩნდნენ ალბათ და იმიტომ რომ ისინი იყვნენ აღნიშნავდნენ ღიად ამ ყველაფერს, ისინი ძალიან კარგად იცნობდნენ დავით დვალიშვილს და მათ რაღაც ეჭვეპარებოდათ, რომ დავით დვალიშვილს მსგავსი ქმედებები ჩაედინა. იმას აღიარებდნენ 26 მაისთან დაკავშირებით და სხვა ქმედებებს აღიარებდნენ, მაგრამ კონკრეტულად გაუპატიურებასთან დაკავშირებით, რაც 25 მაისს მოხდა ინციდენტი, ამასთან დაკავშირებით ეჭვი ჰქონდათ მათ. ჩვენ ვითხოვთ შსს-გან ეს ადამიანი გაანთავისუფლონ სამსახურიდან და პროკურატურისგან დასკვნა დადონ ობიექტური, სადაც წარმოჩენილი იქნება მისი, ასე ვთქვათ, რეალურად ჩადენილი დანაშაული თუ არა დანაშაული. ანუ რეალობა დადგინდეს საქმეზე და დააჩქარონ ეს პროცესი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ. მეც არაფერს არ საინტერესო, აქ საინტერესო კიდევ ის არის, რომ გაგაცვლია. ამ სამახალგაზრდას არ მგონია რაიმე პოლიტიკური ინტერესები გააჩნდეს კონკრეტული ქობულეთის პოლიციის უფროსის მიმართ. ეს ადამიანები ვიგრძნეს თავის შეურაცხყოფად, მათ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სცემეს, მიაყენეს შეურაცხყოფა და გადაწყვიტეს, რომ გენინსპექციაში დაეწერათ თავისი საჩივარი. მე მგონი ეს ფაქტორიც გამოირიცხება. რაც შეეხება იმ უამტკიცებულებებს, რომელიც თქვენ შეგიძლიათ YouTube-ზეც მოიძიოთ, ეს ადამიანი მონაწილეობენ ბუტას მკვლელობის ინციდენტში, სადაც კაფეში ჩანს მისი საქციელები თუ როგორ იქცეოდა. ეს არ არის ერთი ადამიანი დვალიშვილი, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ორგანიზაცია ცოტა ისე შეგვიძლია ამ ჯალათების მხილებას, რომლებიც ფაქტიურად სამსახურს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს იმ ადამიანებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში პირადად ჩემ დაჭერაში მონაწილეობდნენ, გაბაჯიშკარიანის დაჭერაში და ჩვენი უამრავი მეგობრის გაუბედურებაში მონაწილეობდნენ და მათი პირადი ინტერესები იყო, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში არ გვეცხოვრა თავისუფლად. ამიტომ მე მგონი აქ ამხელა რაცა ხელის დაფარებები არ უნდა ხდებოდეს ერთ უბრალო ადამიანზე, რომელიც არის უბრალო კრიმინალი და არ უნდა მუშაობდეს პოლიციაში. ეს ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია.
და კიდევ ერთი რამდენიმე პოლიციელი უბრალოდ გამხელა ამის საჭირო არ არის გაანთავისუფლეს თანამდებობიდან რეგიონების პოლიციის უფროსები და მოადგილეები, რასაც ნამდვილად მივესალმებით და ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არა ვართ ნამდვილად ჩასაფრებულის პოზიციაში, უბრალოდ ჩვენ ვეხმარებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ ის კადრები, რომლებიც ადრე მხილებული არიან დანაშაულის ჩადენაში, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მათ ყურადღება თუ მოდუნდება ოდნავ მაინც მათ იგივე დანაშაულებები ჩაედინოთ. და კიდევ ერთი აღსანიშნავი ფრაგმენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო იმაზე საუბარი, რომ ამ ახალგაზრდებს კავშირი ჰქონდათ შავ სამყაროსთან, რაც კითხვებზე, როდესაც ჩვენი მხრიდან დაისვა NGO-ების მხრიდან შეკითხვები, მათ ნამდვილად ვერ გაგვცეს პასუხი, მაგრამ ისინი იძახდნენ, რომ ისინი ხილებული არიან არაერთხელ შავ სამყაროსთან კონტაქტში და როდესაც ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა დაუსვა შეკითხვა მათ, რომ შავი სამყაროს წარმომადგენლები საჩივრებს არ წერენ გენინსპექციაში, შესაძლოა გაჩუმდა. ეს იყო არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, პირადად ჩემთვის გამოუგნებელი შეხვედრა, რომელიც დაიგეგმა NGO-ებთან, ეს იყო მხოლოდ შეხვედრა, არა შეხვედრისათვის, არამედ შეხვედრა უფრო ასე თქვა დაბალ დონეზე, იმ PR-ისათვის, რომ ჩამოებანათ ეს ლაქა და ეს ლაქა არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ პირიქით, ეს არის ლაქა ვანო მერაბიშვილის უწყების და ჩვენ ვცდილობთ ის ძველი ლაქა ჩამობანოთ ახალ ხელისუფლებას და ასე ვთქვათ, ამის საშუალება თუ არ მოგვეცემა, ეს აუცილებლად აისახება ახალი ხელისუფლების მომავალში რეიტინგზე და მის ასე ვთქვათ, კეთილგანწყობაზე საზოგადოებაში. კითხვები თუ არსებობს, შემზადო. კი ბატონო.